1 საათია რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება აღნიშნეს გამომსვლელებმა. აქციაზე რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. საქართველოს პრეზიდენტს მივესალმოთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შემოუერთდა. როგორც რიგითი მონაწილე ჩვენი აქციის ჩვენთან ერთად არის. ქრონიკის გადამღებით ჯგუფები მუშაობენ ადგილზე, იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მიშა ფეიქრიშვილი, ჩვენ მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. მიშა, მოგესალმები, რა ხდება ამ წუთებში აქციაზე და რას ამბობენ პარტიის ლიდერები? უკვე 1 საათია, რაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები 21 საათის წინ გამოჩნდნენ ყოფილი პარლამენტის შენობასთან. ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალებაზე საუბარი ნაადრევია და არ იყო მართალი, ასეთი იყო განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა აქციაზე. ჩვენ ცოცხლები ვართ, ასეთია ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებები და როგორც ისინი აღნიშნავენ, დღევანდელი აქციით იწყება ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძირითადად ქვეყნის როგორც ეროვნულ ღირებულებებზე, ასევე საგარეო კურსის უცვლელობასა და ურყევობაზე. ძირითადი საკითხები, რომლის შესახებაც დღეს საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობდეს ოპონირება და მათ მიმართეს ეთქვათ ოპონენტებსაც, რომ ამ კუთხით გაერთიანება მოხდეს. უკვე მიმართეს ლიდერებმა აქციის მონაწილეებს, როგორც უკვე აღინიშნა, დაახლოებით 10 წუთის წინ შემოუერთდა აქცია საქართველოს პრეზიდენტი. სავარაუდოდ ის რამდენიმე წუთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომელიც ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში გაკეთდა პარლამენტის შენობასთან. დღეიდან თითეული ჩვენგანი, ყველა ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ეროვნულ მოძრაობას. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი. ახალი ეროვნული მოძრაობა, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელო. ეს არის დღე და ღამე ფიქრი იმისთვის, თუ რა საქმე შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის. როგორ შეგიძლია ის ერთი აგური დადო შენი ქვეყნის მშენებლობაზე, რაც ასე ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ და ვერ დავრჩები რუსეთის გავლენის სფეროში. ეს არის შეცდომა, ეს შეუძლებელია. არსებობს მთავრობები და ბევრი ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება უშუალოდ შეცდომას. არის შეცდომები, რომელიც ეპატიება ხელისუფლებას და არის შეცდომები, რომელიც პატიება შეუძლებელია. ათეულობით 1000 ღირსეული ადამიანი შეიკრიბა აქ რუსთაველის გამზირზე, რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია და დააფიქსიროს ის, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის არჩეული კურსიდან გადახვევას და რომელსაც გული უძგერს იმისთვის, რომ დადგეს ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც ამას ითხოვს საქართველო და საქართველოს ინტერესი. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ მოხვედით და თქვენი აქ მოსვლით, ყველას დაანახეთ, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. ჩვენ ცოცხლები ვართ. დღეს ფრონტის ღაზი გადის რუსთაველის გამზირზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ აქციის მონაწილეებთან მიმართვისას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აღნიშნავდნენ, რომ მმართველმა ხელისუფლებამ, ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობის არც ერთი მოთხოვნა და სურვილი ჯერჯერობით ვერ შეასრულა. ქართული ოცნება არ არის რუსული ოცნება, კეთდება განცხადებები აქ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას აქვს ქართული და რუსულენოვანი პლაკატები წარმოდგენილი. აქ არ არის ინგლისურენოვანი ნაწერები, აქციის მონაწილეები
მონაწილეები არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ აქციას შემოუერთდა საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ოდნავ მოგვიანებით საშუალება გვექნება, რომ ქრონიკის მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზოთ ის ძირითადი მიმართვა, რომლის შესახებაც პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მიმართავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ თავად აქციის მონაწილეების განცხადებები ადამიანების, რომლებიც არამხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ისინი აცხადებენ, რომ დღეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დღეს მოვიდა აქ აქციაზე, იმიტომ რომ ხმა მიაწვდოს ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. დღეს აქ ვარ, იმიტომ რომ დავაფიქსირო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, რომ ჩვენ ერთადერთი გზა არის ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს. ნებისმიერი პატრიოტი უნდა იყოს დღეს აქ, ეხლა. სხვა გზა არ არის. ჩამოვედით იმისთვის სამეგრელოდან და ვუჭერთ ხარც ევროკავშირისგან წინსვლისკენ, არა რუსეთისკენ. აი ამიტომ ჩამოვედით. გვინდა მშვიდობა და სოლიდარობა და კარგად ყოფნა რუსეთის გარეშე. რატომ ხარ დღევანდელ აქციაზე ჩამოსული? რავი, მიყვარს მიშა ძალიან. კაი კაცია. და რა მოწოდებები იქნება შენი აზრით აქციაზე კონკრეტულად? რა ვიცი. Мы приехали поддержать грузинский народ, поддержать. ჩვენ ჩამოვედით, რომ ხარი დაუჭიროთ ქართულ ხალხს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, არჩეულ პრეზიდენტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიდის ქვეყანა წარსულში, რუსეთისკენ მიყავს. დღეს არის საერთოდ კრეატიული ფლეშმობის სახით აქცია და დიდი სულისკვეთება გვაქვს, რომ ჩვენი საქართველო დაიბრუნოს თავის გამწყინებულ სახეს. რა ვიცი, იმედია დამპყრობელი ხალხი აღარ შეგვაწუხებს და ვიქნებით გაძლიერებული ერი. დღეს არ არის პარტიული აქცია და პარტიული დღე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, დღეს არის ზეპარტიული აქცია და აქციას უნდა შემოუერთდეს ყველა, ვინც კი თვლის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა სასტუმრო მერიოტიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლამდე, სწორედ ამ ტერიტორიამდე არის გაშლილი აქციის რაოდენობაც. რაც ეხება აქციის დასაწყისში ახალგაზრდთა ერთ ნაწილმა მოაწყო ერთგვარი პერფორმანსი, რომელიც გულისხმობდა ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ განთლიანებულ საქართველოს. აქციის მონაცემაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფდის წარმომადგენლები, მანამდე კი აქციის დაწყებამდე, ვიდრე აქციას შემოუერთდებოდნენ მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც რამდენჯერმე გაიარა გამზირზე და მან როგორც აღმოჩნდა თალყურს ადევნებდა თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები. აქციაზე მობილიზებული არის საპატრულო პოლიცია, იმისთვის რომ რაიმე ექსცესებს ადგილი არ ქონდეს, აქ არიან ასევე სასწრაფო დახმარების მანქანები, თუმცა რაიმე ექსცეს ჯერჯერობით ამ დრომდე რაიმე ტიპის ექსცეს ადგილი არ ქონია. მე ქრონიკის მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დაახლოებით 15 წუთის წინ აქციას შემოუერთდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ მათთვის უცნობი იყო მიიღებდა თუ არა პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას და გამოვიდა თუ არა დღეს აქციაზე სიტყვით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის მიმართავს სამხედრო საზოგადოებას, შეკლებილ საზოგადოებას სიტყვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძირითადი მოთხოვნა დასავლური კურსია და როგორც აქციის ორგანიზატორები და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, ახალი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ შეიძლება როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს ერთგვარი დაპირისპირება ერთმანეთთან და ამისთვის ისინი აღნიშნავენ, რომ იწყებენ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ეს იქნება განახლებული პარტია და ამ კუთხით იქნება ის განცხადებები, რომელიც ამ წუთშიც კეთდება რუსთაველის გამზირზე. ქრონიკა ცოტა ხანში შესთავაზეს პირდაპირ ეთერში გამოსვლას, რომელიც დაიწყება რუსთაველის გამზირზე და სიტყვას, რომელსაც მიმართავს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დიდი მადლობა, მიშა ფეიქიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.